ზურაბ სიხარულიძე, ექიმი, პარტია ფედერალისტების წევრია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ ზურაბ, აი ერთი კვირა გავიდა BBC-ს ფილმის გამოქვეყნების შემდეგ. ჩვენ ხედავდით, როგორ იცვლებოდა რიტორიკა ქართული ოცნების. რა ძირითადი საკითხია, რაც ღიად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ოცნება ამბობს, რომ ეს საკითხი დახურულიაო. რა არის ეს მთავარი საკვანძო საკითხი, რომელზეც თქვენ პასუხი არ გაქვთ? პასუხი ბევრ რაღაცაზე არა გვაქვს. BBC-ს გამოძიება უფრო რაღაცა ნათელია, ვიდრე რეჟიმის რიტორიკა. როგორ იცვლებოდა, როგორ იყო ერთმანეთის საწინააღმდეგო და ერთი რაც იყო ყველაზე საყურადღებო, რომ ამბობენ, რომ წყალში აი 2024 წელს დარახველიძეს პრესკონფერენცია, სადაც ამბობს, რომ წყალში გაურიეთ ნივთიერება და საღებავი. საღებავსაც კი გაურევთ. ეს საღებავი ვერ გავიგე რა არის. კიდე. უამრავი კითხვა გაჩნდა. იმიტომ რომ კოდებში არიან არეულები, იმიტომ რომ ეს UN კოდები აბსოლუტურად სხვა რამეა. ერთი რაც არის, ანუ რაც დადასტურდა, სულ რომ ჩავთვალოთ, რომ დაშვებული ნივთიერებები გამოიყენეს. ის რომ გაურიეს წყლის სწავლში და გამოიყენეს გამხსნელი. ეხლა დარჩა კიდე რამ ბევრი კითხვა, ერთ-ერთი არის, რომელი გამხსნელი გამოიყენეს. თუმცა CS-ის შემთხვევაში თუ CS-ზე გვაქვს ლაპარაკი, რასაც ამბობენ, რომ CS-ი იყო და გაურიეს წყალში, პლუს ამას დაამატეს ის თუნდაც პოლიგლიკოლი, ანუ უკვე არის საუბარი იმაზე, რომ გააკეთეს ისე, რომ შეღწევადობა CS-ის ადამიანის ორგანიზმში ყოფილიყო ძალიან მაღალი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი რაოდენობით CS-ის თუნდაც CS კამიტი აი არც მჯერა უბრალოდ რომ გამოიყენეს. არ მინდა დავიჯერო, იმიტომ რომ ან რაიმე კიდე სხვა. ან არა, ტრიქლორეტილენს ამბობენ. ეხლა გადავალ მაგაზე. კი. რომ თუ ჩვენ საუბრობთ, რომ გამხსნელი გამოიყენეს და იმ საბუთების მიხედვით ჩანს, რომ რაოდენობა ტრიქლორეტილენის შემცირდა, ანუ 240 ლიტრი მოაკლდა, ხო, რეალურად. სად წავიდა? რა გახსნეს? სად გამოიყენეს? ფოლადი გაწმინდეს თუ რა ვიცი, იარაღს წმინდავენ ტრიქლორეტილენი თუ რა შვებიან? უნდა გვითხრან ეს. იმიტომ რომ ტრიქლორეტილენის შემთხვევაში CS-ის და ტრიქლორეტილენის კომბინაცია კიდე თლათ უარესი. ეს უკვე ქიმიური იარაღი. ეს არა, ისიც ქიმიური იარაღია, არა აქვს მნიშვნელობა. შეხედეთ, ქიმიური იარაღი არ ნიშნავს, რომ დაშვებული ნივთიერება არ შეიძლება გამოიყენო ქიმიურ იარაღად. შეგვიძლია ამით მივიღოთ ქიმიური იარაღი. ნებისმიერ შემთხვევაში წყლის ჭავლის გამოყენება ძლიერი დარტყმით, დიდი რაოდენობით ბევრჯერ კვირის განმავლობაში, ხა 28-დან 4-მდე პრაქტიკულად ყოველ ღამე ხდებოდა ეს ამბავი, ხო? და ხანგრძლივად. ანუ ქიმიური იარაღი ნიშნავს იმას, რომ ანუ დაშვებული საშუალება ნიშნავს იმას, რომ შენ თუ ტერიტორია, ანუ შენ რო დაგარბიეს და ანუ შეგაშხურეს ეს გაზი, შენ ტერიტორიის დატოვების შემდეგ ყველა სიმპტომები უნდა გაგიქრეს. მაგრამ თუ ეს სიმპტომები გრძელდება, გრძელვადიანად, 2 დღე, 3 დღე, 5 თვე, წლის თავზე ადამიანები ამბობენ, რომ აქვთ პრობლემები, ეს ნიშნავს, რომ ეს არის აკრძალული მეთოდები და წამების მსგავსი მოპყრობა ადამიანების მიმართ. ერთი დაზუსტება აქ ჩემი მხრიდან თქვენ როდესაც ამბობთ, რომ ძალიან მალე უნდა გაიაროს ამ სიმპტომებმა, რატომ არის მაგალითად ჩახუნაშვილების კვლევა ფასეული? იმიტომ რომ მათ ჩვენ გვითხრეს, რომ ერთი თვის თავზე დაიწყეს კვლევა და აი ამ კვლევის პერიოდში მათ გამოავლინეს ეს სიმპტომები. იცით რა, ჩახუნაშვილების კვლევა არის გამოქვეყნებული ისეთი დონის ჟურნალში. დიახ.
იმხელა რეფერენსია გავლილი და ისეთი ბრმა, ასე ვთქვათ, რომ შეტანა ეჭვი მაკვლევის სისწორეში და სულ 79 კაცი იყო, ის კვლევა წერს რა ტიპის კვლევაა და როგორი კვლევაა და რას ემსახურება და ძალიან სამარცხვინოა ზოგი ჩვენი კოლეგის ამ კვლევის მიმართ ესეთი, ასე ვთქვათ, გამოხმაურება, თავის კვლევები წაიკითხონ, კარგი იქნება. ზუსტად ამაშია, რომ ერთ-ერთი დამადასტურებელი არის ეს კვლევა, რომ გრძელვადიანია ეს მოქმედება ამ ნივთიერების. ამაზე არ ლაპარაკი. თუ არის გრძელვადიანი მოქმედება, ეს ნიშნავს უკვე, რომ შენ გადაამეტე ძალა და შენ გამოიყენე არასწორი ნივთიერებები. ჩვენ დავაკონკრეტოთ ერთი საკითხი და თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს ამაზე. ჩაკითხვა გამომივა ერთგვარი. ტრიქლორეთილენი ამოვიღეთო ეს თქვენ ახსენეთ, უკვე ჩამოვწერეთო და იქ სხვაობა რაც ხო ეჭვს იწვევს. ქიმიური ნივთიერება პროპილენ გლიკოლი, როგორც გამხსნელი, რომელსაც კოდი არ აქვს. დიახ, გამოვიყენეთ ქლორობენზილი, მოკლედ იმ ხვნილთან ერთად ქსელი სახელი რაც. კი, მაგას მეცვერვი. დიახ. CS-ია. ხო. მალონონიტრილთან ერთად გამოვიყენეთ ეს 4-5 რიცხვშიო, ხამეო. მანამდე და მანამდე ტრიქლოეთილენი და არც სხვა გამხსნელი არ არის დაზუსტებული. საერთოდ არ არის ეს ნახსენები. არავინ არ ამბობს რა გამოიყენა. რატომ თქვენი აზრით? იმიტომ რომ ტრიქლორეთილენი აქვს გამოყენებული. რა თუნდა ამას. შეგადეთ ჩვენ კიდე ერთი მომენტია ძალიან საყურადღებო აქ. ეს ნივთიერება არის 2007-ში 2009 წელს შეძენილი, როგორც თვითონ ამბობენ. 10 მინიმუმ 3-5 წელი აქვს ნივთიერებას შენახვის ვადა და აი საუკეთესო პირობებში ეს არის 10 წელი. ხა 15 და 16 წლის შემდეგ ეს ნივთიერება რათ იქცა, სანამ გამოიყენეს, ჩაუტარეს თუ არა ანალიზი, არის თუ არა ის შემადგენლობა, რამდენად ის არის მისი ტოქსიურობა გაიზარდა, ან პირიქით შეიძლება დაავადდა კაცო და ტყუილად ნერვიულობთ და სტაფლიანი წყალი გვასხეს, ხო? ანუ გითხრან კაცო რა პრობლემაა? გაასაჯარო საბუთები, სად გამოიყენეს, რამდენი დასაჯერებელი ამდენი წლის განმავლობაში ხარკულობს იმას არ შემოეტანა რა არ ვიცი, არა შეგადეთ ესეთი ტიპის ნივთიერება ხა თუ არალეგალურად არ შემოიტანეს და ლეგალურად არის ნაყიდი, ამას ვერ დამალავენ. მაგრამ უნდა გვითხრან. ხო, რა თქმა უნდა, ანუ თუ მართლები არიან ყველაფერში. დიახ. და ვერ უარყვეს რომ ეს კოდები აქვთ. ანუ აქვთ. და ეს საბუთი არის სწორი, ხო? ანუ ესეა, ხო, რეალურად. BBC საბუთით, ანუ ეს ნივთიერებები შეძენილი აქვს. ანუ ამას ვერ დამალავენ, იმიტომ რომ იმ კომპანიისგან ვინსგანაც იყიდეს, ახლა აი იქ ცოტა კიდე გაურკვევლობა, აი კოდი ამ კოდით რატო იყო ფხნილი და ლიკვიდია. ისინი ამბობენ რომ შემოიტანეს 34-39-ით, მაშინ როდესაც თავისი კოდი აქვს. თავის კოდი აქვს ამ ნივთიერებას. ანუ თერქას აქვს თავისი კოდი ამ რაღაცა ნიტრილს. უბრალოდ ნიტრილების ჯგუფია, მაგრამ ლიკვიდია ის, ეს ფხნილია, ანუ ძალიან აქ ჩანს რომ გამოსავალს ეძებდნენ და რაღაცნაირად ვიღაცამ დაარიგათ ჭკუა, არ ვიცი, მაგრამ ნუ ცოტა არასწორედაც დაარიგეს ჭკუა ალბათ, იმიტომ რომ ხა იმდენი ამ გამოძიებამ იმდენი კითხვა ეხლა უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე იმიტომ რომ პლუს ამაზე ემატება იმ გუშინ იმ ოფიცრის, ყოფილი ოფიცრის რომ 20-შიც გამოიყენეს, მაშინაც იყო ეს რაღაცა ნივთიერებები. ანუ შეხედეთ 20-ში რომ გამოიყენეს, ალბათ მიხვდნენ რომ თლათ არავინ არ მოკვდა და რაღაცა კარგი ეფექტი მიიღეს და ალბათ მერე გადაწყვიტეს რომ ჯობია ესე გამოვიყენოთ, იმიტომ რომ შეხედეთ კიდე ერთი მომენტია, რომ ესეთი ტიპის, ნუ კაი გაურიეს, ესეც შეგვიძლია დაუშვათ, მაგრამ ეს უნდა იყოს წვიმისებრივ და არა მიზან მიმართულად ესე სახეში მირწყმით ამ წყლის ჭავლით და ასე შემდეგ და ხა უამრავი კადრი არსებობს, ხო? ანუ და მაგას გეუბნებით რომ უამრავი კადრია, ხო? მაგრამ ამის გარდა პლუს აი ხა კადრებს რო უყურებთ, ხო, ისვრიან კიდე კაფსულებს, ხო? ანუ კიდე ისვრიან CS, რაღა საჭირო იყო ამ კიდე სროლა, ხო? დაუშვათ როცა შენ უკვე მოახთინე დაუშვათ ამ ჭავლით დარბევა. ანუ შეხედეთ
აქ არ არის ლაპარაკი დაშლა, დასჯაზეა ლაპარაკი რა. ამით ის ჯიდენ ადამიანებს, ვინც იქ იყო. და რაც შეიძლება მეტი ზიანი უნდა მიეყენებინათ და ტრიკლორეთილენის გამოყენება, რაზეც ეჭვია რომ ეს გამოიყენეს 28-დან მოყოლებული 4 რიცხვამდე. ამის CS-თან შერევა ეს ნიშნავს ქიმიური იარაღს. ეს ნიშნავს იმიტომ რომ შეხედეთ ეს არის მიზეზი რატომაც მალავენ და ანუ ნებისმიერ ანუ კამითთან რა თქმა უნდა ბევრად უმარესია, მაგრამ ნებისმიერ გასთან ტრიკლორეთილენის შერევა ნიშნავს იმას, რომ შეღწევადობა თუ არის 1 გახდა 25. აი ესეთი. აი რაც შეეხება CS-თან ამ პროპილენ გლიკოლის შერევას, უკვე 4-5-საც შევეხოთ. ეს კომბინაცია რამდენად დასაშვებია? ველა კომბინაცია ნებისმიერ გამხსნელის გამოყენება ნიშნავს შეღწევადობის გაზდას. და ესეც ქიმიური იარაღს ადასტურებს. ანუ ქიმიური იარაღი ნიშნავს რა? შეხედეთ, რომ ერთხელ ანუ დაშლა არის, რომ ერთხელ გამოვიყენე და დავამთავრე და დავშალე. მაგრამ შენ როცა მუდმივად იყენებ რამოდენიმე დღის განმავლობაში და ადამიანების მდგომარეობა უარესდება და განგძობადია. არის მაგის მაგალითები, ბაჰრეინში მოხდა მაგალითად, ჩვეულებრივი CS გაზით იყო ანუ გამოიყენა პოლიციამ და საერთაშორისო გამოძიება დაინიშნა და ჩილეში იყო ესეთ შემთხვევა, როცა ჩვეულებრივი CS-ით იყო მოწამლა და არის ამის ისტორიული ფაქტებიც, ეს არ არის რომ მაინდა-მაინც CS-ი დაშვებულია და ეხლა მე რამდენსაც მინდა იმდენ შევასხა, მასე არ არის. აქ პოულობენ 4-5 რიცხვის შემთხვევაში აი ამ კომბინაციის ერთგვარ გამოსავალს თავისთვის, იმიტომ რომ ამავე განცხადებაში ამბობენ, რომ აღნიშნული ნივთიერებიდან არც ერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერებათა კატეგორიას და ეს სიტყვა აკრძალული თითქოს ისეა მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომ რაღაც შეიძლება არ იყოს აკრძალული, მაგალითად დანა მე შემიძლია გადავაქციო ცივი იარაღად. აკრძალულიც არ არის ისიც. არც ის არ არის. რა ქვია, რა დრინები რო აქვთ იმისი, კაუჩუკის და ადამიანებს სახეებს რო ულეწავდნენ, ის არ არის ამას გამოვიყენებ ადამიანის წინააღმდეგ, ეს არის უკვე იარაღი და ხელბორკილიც არ არის აკრძალული და არც ეხა ჩვენ რომ ლაპარაკობთ ეხა მხოლოდ ქიმიური იარაღზე, ხო და დაუშვათ შესხმაზე, ხო, რამდენი ადამიანს ანუ რამდენი წამება მოხდა, ხო, ამ პერიოდში, ხო, ეს ყველაფერი ერთობლიობაშია, შეხედეთ, ეს არ არის ანუ ვიღებთ მარტო ცალკე რო გაზი გინდა თუ არა გამოიყენეს, ხო, ეს არის ლაპარაკი რომ მთლიანობაში ამ დარბევას ანუ თუ რაც იყო, მე დარბევას ვეძახი, ეს არის ადამიანების უფლებების უხეში შელახვა და ყველაზე ცუდი მეთოდების გამოყენება, რაც ნიშნავს, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. კი ბატონო, აი მაგრამ უფრო რთულად აქვთ და თავადაც ეს მიიჩნიეს, რომ უფრო რთულად აქვთ საქმე, თუკი ტრიკლორეთილენი დადასტურდება 28-დან 3 რიცხვამდე და სწორედ ზოგადად ტრიკლორეთილენის არსებობა უკვე ძალიან ცუდია. სწორედ ამით აიხსნება სავარაუდოდ ის, რომ არ ამბობენ საერთოდ და საერთოდ ამოიღეს რიტორიკიდან და გამოძიებიდან 28-დან 3 რიცხვამდე რა ხდებოდა და გამხსნელად რა გამოიყენეს. 800 ლიტრი ჩამოვწერეთო და საბუთში 600-ია და ეხა ეს 2019 წლის დოკუმენტია, მაგრამ იქ სხვაობას აჩვენებს. სად წავიდა კაცო? ბატონ ზურაბ, აი რაც შეეხება ასე ვთქვათ აბუჩად აგდებას პროპაგანდის მხრიდან, როდესაც ადამიანები ყვებიან თავის ისტორიებს და აქ მანიპულაციურად იყენებენ სიტყვას, რომ აი მიმართვიანობა არ იყო. მინდა რომ ეს ამიხსნა. ჯერ ერთი მანდატს მოიტყუეს. იმიტომ რომ საამ გამოაქვეყნა მათივე პასუხი, რომ 208 კაცი მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადიდან 16 იზოლატორებიდან გადაიყვანეს. ეს საკმარისია აბსოლუტურად. თვით მიმართვიანობაც ხო რამდენი იყო, ხო? ანუ იქ ადგილზე რამდენს გაეწია დახმარება, ხო, გახსოვთ იქ იყო სამედიცინო ექიმების მიერ მოქცეული სადაც დოკუმენტაცია არ იწერებოდა, ხო, მაგრამ იყო მწვავე მოწამლები და ასე შემდეგ, ხო, ანუ ადამიანები არ წტოვებდნენ იქ ტერიტორიას მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაცა ეწოდა და რაღაცა, მაგრამ მერე რამდენმა მიმართა.
ანუ 208 კაცი არ არის ჩვენ ქვეყანაში საკმარისი, როცა მეცნიერებადაცებულებას მიმართა და მოიწამლა, არ არის საკმარისი. ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებას, მოქმედებას როგორ ქმედება, ხა პიროტექნიკაო და ალკოგოლური ინტოქსიკაციებიც იყო, ხა მინისტრი რო იტყვის. ანუ არ მიიჩნევენ ამ ხალხს საერთოდ არაფლად. ეს არის ყველაზე მძიმე, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს დგას რუსთაველზე ამდენი ხნის მანძილზე, ამ ადამიანებს საერთოდ არავინ ვერ არ ხედავენ და ადამიანებმა არ იციან აი მათაც კი რომელთაც ამისგან დამოუკიდებლად შეიძლება კონდეთ სიმპტომები ჩვენ დავიწყეთ შეგროვება ახო ეხლა ისტორიების ანუ უამრავი ადამიანი რეკავს ხელხას ანუ ჩვენ ეხლა ვაგროვებთ სტრუქტურირებული კითხვარია სადაც ვავსებთ სად იყო, რამდენი ხანი იყო, რამდენი ხანი მიიღო ექსპოზიცია, რა სიმპტომები ჰქონდა 6 თვის რა გამოხდა, ასე უამრავი ადამიანი რეკავს. რა როლი და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, რა როლი შეიძლება ითამაშოს ერთობლიობაში ამ ყველაფერმა, ის რაც განვიხილეთ უშუალოდ ნივთიერებებთან დაკავშირებით, სადაც უამრავი შეკითხვაა და მალავენ ფაქტია, განსაკუთრებით 28 რიცხვიდან 4 რიცხვამდე, თუმცა 4-5-ის ღამეს ეს კომბინაციაც პრობლემა არის თავისთავად. ამას ემატება ადამიანების მონათხრობი. ერთი კვლევა ჩვენ ვახსენეთ, ახლა თქვენც ატარებთ კვლევა, სადაც როგორც ამბობთ უამრავი ადამიანი დოკუმენტირებას ვახდენთ შემთხვევების. ერთობლიობაში ფასეულობა იმისთვის, რომ საერთაშორისო გამოძიება ეს არის საერთაშორისო გამოძიება, შეხედეთ, არ არის აუცილებელი ლაბორატორიული რაღაც ანალიზები ვაკეთოთ იმაში რა, თუმცა ნიადაგში შეიძლება ტრიქლორეთილენის აღმოჩენა 1 წლის შემდეგაც და არც მაგი არ გახდება პრობლემა და არსებობს კიდე ბიოლოგიური მარკერები რომელიც დაუშვათ ისა. მაგრამ ზუსტად მაგი არის, ანუ ხან მოკლე შედეგი რა იყო, მე რამოდენიმე თვის მერე რასაც აი ჩახუნაშვილების კვლევა აჩვენებს და ეხლა 1 წლის თავზე რა გვაქვს, ხო? ანუ რამდენი ადამიანია. ეს ყველაფერი ერთობლიობაში პლუს ის რომ უნდა გახსნან ყველა საბუთი რაც არის და არ უნდა იყოს აი ტრიკ დღეს ეხლა უსმენდი ბრიფინგს და არ ვიცი რამდენჯერ დაუსვა შეკითხვა არ ხო არ იყო პასუხი ანუ ეს ნიშნავს იმას რომ არ აქვს პასუხი ხო ამ კითხვაზე იმიტომ რომ ეს ნივთიერება არის ჯერ ერთი აკრძალული მეორე ძალიან ნეიროტოქსიური მე საერთოდ როცა ჩვენ 24-შიც როცა ეს დარბევები იყო ძალიან ბევრი ექიმი ვამბობდით რომ ისინი იყენებენ ქიმიურ იარაღს და მაშინაც ვამბობდით რომ სულ არ ვიცოდით რომ კამიტი იყო ან ტრიქლორეტილენი ჩვენ ვამბობდით იმაზე რაც პოლიციურ ძალებს აქვს რომ იმ აი ეს ახლა როგორც კადრში მიდის ეს უკვე არის ქიმიური იარაღის ეს უკვე აი ჭავში წარმოიდგინეთ ახლა რა სიმძლავრის არის ხო ამაში რომ გახსნელი არის შეტან თან გამხსნელი არ იხსნება წარმოიდგინეთ ის ვარდება კანზე და ფორს ხსნის კანის და მე უკვე მეორე გაზი აღწევს შიგნით ანუ ბევრად უფრო ადვილად თვალზე, კანზე, ლორწოზე, ყველაფერზე ანუ შესაბამისად ანუ ტოქსიურ პლუს ამაზე ემატება ფსიქიკური კომპონენტი იმიტომ რომ ეს ნეიროტოქსიურია იქ არის დაბნეულობა, დეზორიენტაცია, შიში, გაქცევა თან კედავდნენ ხო შემოსასვლელებს ესიც დარღვევა ამის კადრებიც ხო არსებობს რომ გასასვლელებს კეტავდნენ რომ ადამიანებს ტერიტორია არ დაეტოვებიათ ამ შემთხვევაში როცა ესე ტიპის დარბევაა ხო აუცილებლად უნდა გაუხსნან გზა რომ გაიქცეს ადამიანი ამ დროს დიდი მადლობა